ვახტანგ ბალავაძის პროკურატურაში გამოძახებასთან დაკავშირებით როგორ აფასებთ და რა შეფასებას აძლევთ გუბერნატორის დაბარებას პროკურატურაში არის თუ არა ეს იმ ხაზის გაგრძელება რომელსაც ნაციონალური მოძრაობა უწოდებს პოლიტიკურ თემას არა მგონია რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აზრი იყოს ის რომ გაუთავებლად ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების დაბარება პროკურატურაში თუ მათი დაპატიმრება იყოს პოლიტიკურ დევნად შეფასებული. მე ვფიქრობ, რომ უკვე საზოგადოებაში ძალიან მყარია აზრი ამის თაობაზე. მთავარი რომ ჩვენ არ ვიცით მიზეზი, რის გამოც ბატონი ვახტანგი არის დაბარებული პროკურატურაში, მას არ გააგებინეს ამის შესახებ. ბუნებრივია ამას ვაფასებთ როგორც დევნას. ის არის გუბერნატორი, იყო დეპუტატი 2 მოწვევის პარლამენტისა და ნახოთ რას გვაჩვენებს მომავალი. ხაშურის რაიონში არჩევნების გაყალბების ცდილობაზე, რასაც დავიწყე ვახტანგ ბალავაძის რაცოდემა ქონა თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ უშუალოდ ამ პროცესთან. არა, ვერაფერს ვერ გეტყვით, ეს მხოლოდ ვარაუდებია, რაც ეხება ვახტანგ ბალავაძის დაძახება, მახსოვს ხაშურში რაც ხდებოდა, მახსოვს სასულიერო პირების ჩარევა საარჩევნო პროცესში ძალიან აქტიური ჩარევა, მახსოვს რომ სამართალდამცავები გახდა საჭირო იქ პროცესების დასარეგულირებლად. ეს არის და ეს რაც შემიძლია გითხრათ, რომ ხაშურში ნამდვილად იყო რაღაც არეულობა, მაგრამ ვახტანგ ბალავაძის ახლა რა კავშირი აქვს ამასთან, ნამდვილად გარდა პოლიტიკურისა, მე ვფიქრობ არაერთი კავშირი არ აქვს. ცოტა ხანი წინ ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო სააგენტო პრესკონფერენცია და ცნობილი გახდა რომ ტერაქტების მოწყობის ცდილობისთვის დაკავებული არის 2 ჩრდილო კავკასიის წარმოშობის პიროვნება. თქვენ რას უკავშირებთ ამ ფაქტს, ხედავთ თუ არა კავშირს ამ დაკავებასა და იმ ცნობილ ვიდეორგოლებს შორის, რომელიც თალიბანის სახელით გავცეთოთ ცოტა ხანი. ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი, გამოძიება გვაჩვენოს, ჩამოვიდა 2 სტუდენტი, როგორც მე ვიცი და ისინი იქნენ დაკავებული, როგორც ტერაქტის მოწყობის მცდელობისათვის, რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი. ვერაფერს ვერ დავაკავშირებ ამ ვიდეოების არსებობას ამათთან, სანამ გამოძიება არ დასრულდება და არ გვეწყვიან ჩვენი სამართალდამცავები იყო თუ არა რაიმე კავშირი ამ ახალგაზრდებსა და ამ ვიდეორგოლებს შორის, თუმცა ჩემი ადამიანური ვარაუდით ნაკლებად მგონია რომ ჩეჩენი წარმოშობის ახალგაზრდებს ქონოდათ ამ რგოლებთან რაიმე კავშირი. მე უფრო მგონია რომ კიდევაც დადასტურდა რომ საქართველოში იყო დამზადებული ეს რგოლები და საქართველოში აიტვირთა ეს განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იციან რომელი კომპიუტერიდან აიტვირთა. ამიტომ მე ვფიქრობ რომ არ არის ძნელი გავიგოთ ამ კომპიუტერის პატრონის ვინაობა. ჩემი აზრით ჭიანურდება კვალის დასაფარად, ესე ვფიქრობ მე, იმიტომ რომ არ არის ძნელი ხა ეს რომ საქართველოში ატვირთული უკვე 1 კვირის წინ მოვისმინეთ მე მგონი, ხო? ყოველ შემთხვევაში 5 დღე ნამდვილად გავიდა. ნუ რა გახდა ხა იმის გაგება, ვისია ეს კომპიუტერი, თუ იციან ეს კომპიუტერი სად იყო და საიდან აიტვირთა. ანუ მისამართი ცნობილია, რა უნდა პატრონის დადგენას. მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ეს ხელოვნურად ჭიანურდება, ჩემი აზრი ასეთია, იმიტომ რომ მრავალი მოსაზრება გამოითქვა ამაზე, ბევრი რამე მეტყველებს, იცით, დაკითხვაზე ყავდათ ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც უბრალოდ ქართულად არ ვიცი როგორ თქვა, დააშეარა, როგორც გაიზიარა Facebook-ზე ვიღაცის დადებული პოსტი, რომ ეს არის დამზადებული ბერას სტუდიაში. ეს ადამიანი იქნა დაბარებული. გავიგეთ რომ შეიძლება იქნა დაბარებული, იმიტომ რომ მას რაიმე, თუმცა ეს იყო მხოლოდ გამზიარებელი და არა თვითონ ამ პოსტის დამდება. ასევე მე მახსოვს რომ გაკეთდა სრულად უპასუხისმგებლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, პირდაპირ განაცხადეს რომ მაგალითად გიორგი არველაძის სტუდიაში დამზადდა ეს ვიდეოები. რატომ არ იქნენ ისინი დაბარებული პროკურატურაში? ვინც ეს გააცხადა? იქნებ რა ინფორმაციას ფლობენ. ამიტომ ესეც რა თქმა უნდა არის ძალიან პოლიტიკურად მოტივირებული ეს დაკავებაც, იმიტომ რომ ხალხი უბრალოდ დაშინდეს გაზიარებისაც კი შეეშინდეთ ესეთი ინფორმაციის, რომელიც არ იქნება სასურველი ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს აქტუალური თემა არის უნივერსიტეტის
სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაგეგმილი ცვლილებები კანონში შესატანისებები უმაღლეს სასწავლებლების შესაძლო კანონში უკვე ცნობილია რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორმა თქვენ როგორ აფასებთ ამ ცვლილებებს რომელიც იგეგმება რომ რექტორის მოვალეობის შესრულებას დანიშნავს პრემიერ-მინისტრი და არა აკადემიური საკუთრება რა თქმა უნდა უარყოფითად ვაფასებ როგორც უმაღლეს სასწავლებლების ავტონომიურობის შელახვის მცდელობას და ეს არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ასეთ აზრი ჩამოყალიბებული ამ აზრს ეთანხმება უმაღლეს სასწავლებლების აკადემიური წრეების უმრავლესობა და ასევე უმრავლესობაშიც პარლამენტში არიან ადამიანები ვინც არ ეთანხმება აი ამ მოსაზრებას იმიტომ რომ 2006 წლის შემდეგ ჩვენ კანონით გვაქვს აკრძალული რომ სახელმწიფო ჩაერიოს უმაღლეს სასწავლებლების რექტორების დანიშვნაში ხოლო ეხლა ვერაფრით ვერ ასაბუთებენ რა პრინციპით უნდა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრმა თუნდაც მოვალეობის შემსრულებელი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს იმიტომ რომ მავანმა ვინც იქნება წარდგენილი აი ამ თანამდებობაზე გინდას დროებით ასე ვთქვათ დაალაგოს პოლიტიკური სიტუაცია და შემდეგ უკვე არჩევნები იქნეს პოლიტიკურად მოტივირებული უმაღლესებში ყოველ შემთხვევაში რატომ არ ვენდობით აკადემიურ საბჭოებს ეს იგი ასობით ადამიანს ვისაც ვანდობთ ჩვენი ახალგაზრდების განათლებას იმათ რომ თავად აირჩიონ გინდას დროებით მოვალეობის შემსრულებელი ეს ჩემთვის არის გაუგებარი და რატომ უნდა ენდოს საზოგადოება პრემიერ-მინისტრის ცალსახა გადაწყვეტილებას ამ მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნასთან დაკავშირებით ეს არის ჩემთვის ვფიქრობ რომ სულად მიუღებელი იმიტომ რომ თუ ადრე ვინმე იტყვის რომ რაღაცნაირი გავლენა იყო სახელმწიფოსი და სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას ამ რექტორების დანიშვნაში ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ყველა შემთხვევაში იმიტომ რომ საკანონმდებლო დონეზე მაინც ეს იყო აკრძალული და ეხლა მივდივართ უკან და საკანონმდებლო ცვლილება შეგვაქვს რის საფუძველზეც ისევ ვაბრუნებთ სახელმწიფოს როლს უნივერსიტეტში რაც რა თქმა უნდა ხელყოფს მათ დამოუკიდებლობას ეს სრულად ცალსახაა და დარწმუნებული ვარ რომ სტუდენტობა აკადემიური წრეები რექტორები იქნება თუ სხვა თუ სამოქალაქო საზოგადოება რომელსაც ასევე მკვეთრი პოზიცია აქვს და არ იზიარებს აი ამ ცვლილებას თანაც ასეთი დაჩქარებული წესით ეს ცვლილება ეხება ხო თავის საკადრის სიტყვას იტყვის ამ თვალსაზრისით და ეს ცვლილება შემოტანილია დაჩქარებული წესით რას ნიშნავს ეს რომ ასე იგი გუშინ იყო პირველი მოსმენით დღეს უნდა იყოს მეორე მოსმენით უკვე კენჭისყრა და ხვალ მესამე მოსმენით უკვე ეს კანონი უნდა ამოქმედდეს გამოწერის შემდეგ უკვე ტექნიკური ნაწილი ჩნდება და ეს ცვლილება ეხება ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან ბევრ უმაღლეს და ბევრ სტუდენტს ძალიან თითქმის ყველას აკადემიურ წრეებში და რატომ უნდა მივიღოთ ასე ნაჩქარებად ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არის სრულად გაუგებარი ის არგუმენტი რომ ის ცვლილებაც კი რომელიც ამაშია გარდა აი ამ ცვლილებისა როდესაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს დროებით მოვალეობის შემსრულებელს რექტორის გარდა ამისა არის კიდევ ერთი ჩანაწერი რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს აკადემიური ხარისხი რექტორს და ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს არის მხოლოდ იმისთვის რომ ხარისხი ამაღლდეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გუშინ პარლამენტის ხდომას თუ ადევნებდით თვალყურს იყო დასმული კითხვები იმასთან დაკავშირებით რომ როგორ მიაჩნიათ ამ კანონ პროექტის ავტორებს არის თუ არა კემბრიჯში ოქსფორდში უკეთ საუკეთესო წამყვან მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებში მაღალი ხარისხის სწავლა და იქ ამ ქვეყნებში და აი ამ უმაღლესებში არ არის მოთხოვნა რომ აკადემიური თანამდებობა წოდება ჰქონდეს რექტორს. ესეც იყო გაკეთებული ერთი ადამიანისთვის, ბატონი სანდრო კვიტაიშვილისთვის, იმიტომ რომ უნივერსიტეტის ხელში ჩაგდება, ასე ვთქვათ, გავლენის სფეროდ ქცევა, ეს როგორც ჩანს არის ახალი ხელისუფლების მთავარი მიზანი. და ამისთვის ბევრი იფიქრეს, როგორ შეიძლება სანდრო კვიტაიშვილის განთავისუფლება და მოიფიქრეს ეს. და თანაც უპრეცედენტო ამბავია, როდესაც უკუქცევის ძალა აქვს ამ კანონს, ანუ ამოქმედებისას
ყველა ის რექტორი, რომელიც არჩეული არის აი ამ ნიუანსის გაუთვალისწინებლად, თუმცა კანონის სრული დაცვით წინა წლებში მათ უწყდებათ უფლებამოსილება. ეს მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის სწორი, არ არის მისაღები, კიდევ შეიძლებოდა რომ ვთქვათ მომავლისთვის იყოს გათვალისწინებული ახალი არჩევნების შემდეგ, არა, იგი უკუქმედების ძალა მიანიჭეს კანონს, რაც ასევე უპრეცედენტოა. ეს არის დაგრძელვა ავღანეთში ქართული სახელმწიფოების როდესაც ეს ამ ტრაგედია მოხდა პრეზიდენტმა უშუალოდ საბჭოს სხდომა მოიწვია, თუმცა პრემიერ-მინისტრი მის მიუხედავად არ მივიდა და განაცხადა, რომ საინტერესო საკითხები არ იყო დღეს ეს რიგში შეტანილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც ასეთი საკითხების განხილვა ხდება უშუალოდ საბჭოზე, რამდენად არის მნიშვნელოვანი პრემიერ-მინისტრის დასწრება და ზოგადად ერთიანი პოზიციის შემუშავება პრეზიდენტის გუნდსა და პრემიერ-მინისტრის გუნდებს? უშუალოდ საბჭოზე უნდა განხილული იყო და განიხილა კიდეც ავღანეთში მომხდარი ტერაქტების საკითხი და კიდევ ამ ვიდეორგოლების წარმოშობის საკითხები. მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს ახლა ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ უშუალოდ საბჭოს სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. ვერ წარმომიდგენია მართალი გითხრათ და ამიტომ პრემიერის ეს განცხადება უბრალოდ არასერიოზულად მიიღე და არ ამგონია რომ თვითონაც ანგარიშს უწევდეს თავის სიტყვებს, როდესაც ამას ამბობს, იმიტომ რომ სრულად წარმოუდგენელი რა არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აი ეს რგოლები, რომელიც დადასტურებულია რომ საქართველოში აიტვირთა, დადასტურებულია რომ საქართველოში არსებობს რაღაც ძალა, არ ვიცი ჩვენ ჯერ, ნუ ვიტყვით ნორაფერს, რომელიც საქართველოს ემუქრება ტერაქტების მოწყობით, ემუქრება დავანებოთ თავი რომ რომელიღაც პოლიტიკურ ძალას, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ქართულ ხალხს ემუქრება ტერაქტების მოწყობით. ნუ თუ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. სრულიად უპასუხისმგებლად მომეჩვენა მართალი გითხრათ პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება, მე ვფიქრობ რომ მას აქვს უბრალოდ კომპლექსი. ვერ ხსნი ამას, რატო არ მიდის, მას უბრალოდ უჭირს როგორც ჩანს ამ შენობაში მისვლა და პირისპირ დაჯდომა არათანამოაზრეებთან, ასე ვთქვათ, და მის ოპონენტებთან საუბარი. ეს სრულად ცალსახაა, რომ მას უჭირს არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან, არამედ თავისი გუნდის ოდნავ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან საუბარით, იმიტომ რომ მე მახსოვს პირველი მისი ვიზიტი არჩევნების შემდეგ პარლამენტში, როდესაც მას კითხეს რა იყო მიზეზი მისი მოსვლისა, მან თქვა, რომ დისციპლინის დამყარება თავის გუნდში, რომელმაც ის აირჩია პრემიერ-მინისტრად და რომელთანაც ის არის ანგარიშვალდებული. ის ამყარებს დისციპლინას, ამიტომ ეს სრულად უნიკალური შემთხვევა გვაქვს პოლიტიკური მოღვაწეისა, რომელსაც ნამდვილად უჭირს ოპოზიციური აზრის მოსმენა. ბატონო, პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით მან გააკეთა განცხადება და ისაუბრა, რომ სად არის რუსეთი საქართველოსთან სრულფასოვანი ურთიერთობების აღსადგენად, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ აფხაზეთის და ოსეთის აღიარების უკან გაწევაზე საუბარი არ იქნება და ეს პრაქტიკულად შეუძლებელი დაახლოებით აღშინა არსებობა მის განცხადება საქართველოს პოლიტიკური წრეების ნაწილში ეს განცხადება რაღაც დადებითად შეფასდა და რაღაც ყინულის დაცვრად მოინათლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ ეს დათმობის პოლიტიკის შედეგი, რომელსაც აწარმოებს საქართველოს? როდესაც საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათმობაზე, ჩვენ მუდმივად ვსვამდით ერთ კითხვას, რის ხარჯზე შეიძლება მოხდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათმობა. რუსეთის ხელისუფლება, პუტინიც, ეს არ იყო პირველი მისი გამოსვლა, არც მედვედევი არ მალავენ, რომ მათი სტრატეგიული ინტერესი არის, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი, პირველი, თვითონ განაცხადეს, რომ ამისთვის დაიწყეს ომი და მეორე აღიაროს საქართველომ თავისი დაკარგული ტერიტორიები, როგორც სრულყოფილი სახელმწიფოები, დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. თუ რომელიმე ქვეყნის რომელიმე ლიდერი საქართველოს ამ დათმობაზე წავა, ანუ
თუ პუტინი დაამყარებს სრულფასოვან დიპლომატიურ ურთიერთობას არასრულფასოვან საქართველოსთან, მე მგონი ეს პოლიტიკური ძალა დაასრულებს თავის არსებობას საქართველოში. იმიტომ რომ ეს სრულად წარმოუდგენელია ეს ადამიანი გონება რას ნიშნავს სრულფასოვანი ურთიერთობა იმ ნაწილთან, რომელსაც ის ცნობს საქართველოს და საქართველოს საზღვრები ცნობილი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იმ საზღვრებში, რომელშიც არის ცნობილი, ხომ, თავის აფხაზეთიან, სამხრეთ ოსეთიანად როგორც ეძახიან. პუტინი გვთავაზობს ახალ რეალობას, პუტინი გვთავაზობს, რომ ჩვენ ახალ საქართველოს შევხედოთ და გავითვალისწინოთ ახალი რეალობა, რაც ჩვენთვის და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისათვის არის მიუღებელი და წარმოუდგენელი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყოს 3 საელჩო და სამქვეყანად წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე. ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, ამიტომ სრულად არ მიყვარს, არაფერი ახალი არ იყო პუტინის ამ განცხადებაში. რა სახის დათბობაზეა ლაპარაკი? ეს კაცი ამას ამბობს და იტყვის მომავალს, ეს არის მისი გაცხადებული პოლიტიკა, ეს არის მათი სტრატეგია, მათ სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული მათი პოზიცია. ამიტომ ამაში ახალს ვერაფერს მე ვერ ხედავ, ახალს ხედავ იმაში, რომ ამბობენ, რომ ეს არის დათბობის საწინდარი. ეს იგი რას ნიშნავს, რომ ჩვენ ვთმობთ ამ ტერიტორიებს თუ როგორ არის ჩვენი საქმე? არაფერს. საერთოდ ბურჯანაძეზე მართალია კომენტარის გაკეთება უკვე უხერხულიც კი მგონია. იმდენად რაღაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს. ბურჯანაძე ნამდვილად დაალაგებული აქვს ურთიერთობა პუტინთან თვითონ ინდივიდუალურად და ამიტომ ვერ დაალაგებს ვერასოდეს ურთიერთობას საქართველოს მოსახლეობასთან. ამაში ვარ დარწმუნებული. ამიტომ მისია ეს რაღაც საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ამას გადავარქვათ სახელი, ეს არის პუტინის სურვილები. და უბრალოდ ბურჯანაძე ბედავს და საქართველოში ახმოვანებს პუტინის სურვილებს, მეტი არაფერი. ამაში მე სხვას ვერაფერს ვერ ხედავ. ეს არის უბრალოდ ძალიან სამარცხვინო, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და პატარა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც ზღაპრებშია მხოლოდ ეს მოღალატეები, ქვეყნის მტრები და როგორ შეიძლება რომ ყველა მიიცის, ყველამ გაიგო და შეუძლებელია რომ დღესაც იყოს ასეთი მოქმედებების ჩამდენი სუბიექტი, იმიტომ რომ ეს იმდენად სირცხვილია. და არ ვიცი, აი ღმერთმა ყველაფერი ეს გვაჩვენა თვალხილულად ყველგან საქართველოში. რომ ადამიანებს არ ცხვენიათ პირდაპირ ჩვენი მტრის პოზიციის გამეორება. ძალიან სამარცხვინოა ჩემი აზრით. სრულფასოვანი ურთიერთობები გასაოცარია. ოღონდ საქართველოს არასრულფასოვანი. დიდი მადლობა ყველას. ავდგე ხო?